გამარჯობა. ეს წიგნების თაროა, მე ალექსანდრე ლორთქიფანიძე ვარ და დღეს წიგნების თაროს 22 სეზონის ნახევარფინალი უნდა ვითამაშოთ, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ბრაზილია და სენ პაბლო. აბა როგორ ახართ? შესანიშნავად. საბრძოლო განწყობა პირდაპირ გეტყვით 6-ვეს სახეზე გეტყობათ, ამიტომ აღარ ჩაგეკითხებით მაგაზე არაფერს. გუნდები, რომლებმაც მოიგეთ ყველა თამაში, რაც ჩაატარეთ და შესაბამისად აპირებთ ამ თამაშის მოგებასაც. ამაზე დამატებით რაღა გავამხნევ, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ თამაშის ბოლოს თითოეული თქვენგანი მიიღებს წიგნის ვაუჩერებს ჩვენი პარტნიორისგან, გამომცემლობა ინტელექტისგან. მაყურებელს ასევე შევახსენებ, რომ ჩვენი სეზონის პარტნიორია ჩვენი ერთგული მეგობარი PSP და ასევე ყველამ ერთად აღნიშნოთ თუ რა არის თავარი პრიზი, იმიტომ რომ ამისთვის ვიბრძვით საბოლოო ჯამში. ეს გახლავთ საზაფხულო სკოლა კემბრიჯში. დავიწყოთ მეგობრებო. დავიწყოთ თამაში წიგნებისა. პირველი რაუნდი. პერსონაჟი. პერსონაჟი, რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ, კონკრეტული ჟანრისთვის უმნიშვნელოვანესი ავტორის ნაწარმოებში გვხვდება. გმირის გარეგნობის აღწერისას აღნიშნულია, რომ მას გვარისთვის დამახასიათებელი შეხედულება ჰქონდა. იგი მამის ერთადერთი ცოცხალი შვილი იყო და გამორჩეული უნარი 7 წლის ამ გამოამშღავნა. სამწუხაროდ მისი ორივე ძმა აკვანში გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც პერსონაჟის მამამ მეორე ცოლი შეირთო და ახალი ვაჟებიც შეეძინა. აღსანიშნავია ისიც, რომ გმირს რთული ცხოვრების გავლა მოუწია. დაობლების შემდეგ ის არაერთი სირთულის პირისპირ აღმოჩნდა. ჩაებარა მასშტაბურ კონფლიქტში და დაიწყო იმ ტიტულისთვის ბრძოლა, რომელიც ბრაზილია ასწრებს სენ პაბლოს. ჯონ სნოუ. ეს არ არის სწორი პასუხი. ეს არ არის სწორი პასუხი, ვაგრძელებ სენ პაბლოსთვის. დაიწყო იმ ტიტულისთვის ბრძოლა, რომელიც რეალურად მას ეკუთვნოდა. ვერსია არ არის 30 წამი იფიქრეთ. სამი, 2, 1. ამოიწურა 30 წამი და დამატებით მინიშნებას წავიკითხავ სან პაბლოსთვის. გამოსაცნობი გმირი ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებში გვხვდება. ის გამორჩეულია სილამაზით, რაც არაერთხელ აღიარა მისმა ბიძამაც, რომელიც საბოლოოდ პერსონაჟის მეუღლეც გახდა. ამგვარი საქციელი მისი გვარისთვის უცხო არ იყო, რათა მომავალთაობა სუფთა სისხლი ჰქონოდა და დრაკონის დამორჩილებაც შესძლებოდა. რეინირა ტარგარიანი. ეს სწორი პასუხია, ეს არის რეინირა ტარგარიანი. ცეცხლი და სისხლი არის ნაწარმოები ჯორჯ მარტინის, ყინულისა და ცეცხლის სიმღერისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში უფრო ძველ ეპოქაში უნდა წავსულიყავით და გვეპოვა სხვა ტარგარიანი, არა ის, რომელიც თქვენ დაასახელეთ. 1-0 ხდება ანგარიში, წინ გადის სან პაბლო და გავაგრძელოთ ჩვენს თამაში. მეორე რაუნდი, ციტატა. პატარა ბილიკის გადაღმა ბუჩქნარში იჯდა ყმაწვილი კაცი. ასე 20-სა თუ 22 წლისა და მოუთმენლად იყურებოდა ერთ მხარეს. ხანდახან გაახსენდებოდა, მიიდებდა ცხვირზე ვარდის კონას, რომელიც ხელში ეჭირა და იყნოსავდა. კოხტა ტანისამოსი და ნაზი შეხედულება უმტკიცებდა, რომ ეს ყმაწვილი არ იყო მუშათაგანი. ბუჩქნარს, რომელშიაც იჯდა ყმაწვილი კაცი, ერთის მხრით ეკრა წიფლის ტყით დაჩრდილული სერი, მეორე მხარეს შორეულ ფერდობზე ყანებში მოჩანდნენ მუშები, რომელთაც სიცხის გამო გაეხადათ ჩოხები და ისე მუშაობდნენ ცხუნვარე მზის ქვეშ.
ყანებს იქით ამართულიყო შაქრის თავივით მოყვანილი ქოჩორა გორაკი. საიდანაც დაინახავდით შავ ზღვას და თუ კარგი დარი იდგა ფოთის სიახლოვეს მიმავალ მორიდებული ზურმუხტი ხო არ არის? ფოთის სიახლოვე? მორიდებული ზურმუხტი არ არის სწორი პასუხი მოგა. არა. ამჯერად ბრაზილიასთვის დავასრულებ კითხვის ძირითად პირობას. თუ კარგი დარი იდგა ფოთის სიახლოვეს მიმავალ მომავალ გემებსაც. ვერსია არ არის 30 წამი იფიქრეთ. პორჩი მიდის გეჩია. არა, ნახე კასამის ხო? არა, ფოჩი. არა, ნახე, ბუჩქნარში მუშაობენ ადამიანები, ჩოხები გაიხადეს. გადიბიკა ხო არა? ფოჩი რა უნდა ვიცი. ასე 3 გრადუსია ბიჭო რა. რა ლაგზა ნიშნება მოცემული. აი. არა, მუშათა კოშკი ეგაა, ჩოხები გაიხადეს. სამი, ბუჩქნარი. ორი, ბუჩქნარი. ერთი ამოიწურა 30 წამი და დამატებითი მინიშნება მეგობრებო, აბა. სოფელ ნიგვზიანში ბეჟან უქმაძე კარგი მამულის პატრონი და მდიდარი აზნაური იყო. რადგანაც ბეჟანს იასონს გარდა ვაჟიშვილი არ ჰყავდა. იასონი პატარაობიდანვე ფუფუნებას და ნებივრობას იყო მიჩვეული. ბეჟან უქმაძის მეზობლად იდგა ერთი გლეხი დათია ხელმოკლიძე. თუმცა მდიდარი მამულის პატრონი აზნაური ბეჟან და ღატაკი გლეხი დათია ვერაფერი ტოლფარდები იყვნენ ერთმანეთისა. და ჯანყიგურიაში? რატო არ მაცდით რომ დავასრულო? მითხარი ბოლო. მოგეთყვით თუ მორჩა დავითვლი. დათიას ერთი ქალიშვილი ჰყავდა. შეიცვლიდით ამ შემთხვევაში? პასუხს. დიდად. დათია მახსოვს ხონი მაგრამ ერთი. აი მუშებს, უცნაურ გვარებს რომ მიხვდით ავტორს აქედან გამომდინარე და ერთი ქალიშვილი რო ჰყავს მამას. ფინას ლეკური? არა, იმის თავადის კალი მაია ხო. არა, ეს არის კრისტინა, მეგობრებო. ჯანყიგურიაში არ არის სწორი პასუხი. ავტორსაც არ არის სწორი პასუხი. სწორი პასუხი კი არის კრისტინე. თუმცა საქმე რა თქმა უნდა ეგნატე ნინოშვილთან გქონდა მუშათა ცხოვრების აღწერა, კლასობრივი უთანასწორობა, გვარები, რომლებიც ხშირად აღნიშნავენ ადამიანის რაობას. უქმაძე, ხელმოკლიძე, უიშვილი მას ახასიათებს ესეთი გვარები, ხო? გავაგრძელოთ თამაში. მესამე რაუნდი, დოკუმენტური. გამოიცანით ნაწარმოები, რომელიც გასული საუკუნის შუაში გამოიცა. ავტორი წლების განმავლობაში სწავლობდა სხვადასხვა კულტურის მითებს, რელიგიებსა და ზღაპრებს. კვლევისას აღმოაჩინა, რომ მიუხედავად გეოგრაფიული თუ დროითი სიშორისა, ყველა კულტურა მსგავს ამბავს ყვებოდა. იგი ეყრდნობოდა კარლ გუსტავ იუნგის თეორიას კოლექტიური არაცნობიერისა და არქეტიპების შესახებ. ეგა? ათასახოვანი გმირი, ჯოზეფ კემბელის. აი ბიჭო. ათასახოვანი გმირი. არქეტიპები და იუნგის ორივე ერთდროულად ვითხრავით, მე ვენდობი ამათ. რა? მაგრამ ხანდახან ორიც ცდება ერთის წინაღე. ჩვენ ეგრე ვართ. არა ამერად სწორი. კარგი ბიჭი. ეს არის ჯოზეფ კემბელის ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომი ათასსახოვანი გმირი, რომელშიც შეაჯამა კემბელმა ფაქტობრივად მთელი ჩვენი წარსული ცნობიერება. 3-1 ხდება ანგარიში. ვაგრძელებთ. მეოთხე რაუნდი. სხვადასხვა. გამოიცანით ის, რაც პირველად ძალიან დიდი ხნის წინ გამოჩნდა. ისინი ძირითადად მიტოვებულ გზაჯვარედინებზე და ბნელ ბილიკებზე დაძრწოდნენ. რადგან ღამით მოგზაურების დაშინება და მოკლა ჰქონდათ დავალებული. ის ასევე გვხვდება ცნობილ პიესაში, რომელშიც მოგზაურთა დასაბნევად გამუდმებით იცვლის ფორმას. იღებდნენ ულამაზესი მაცდური ქალების სახეს, რათა ახალგაზრდა მარტოდ მყოფი მამაკაცები მიეტყუებიდნენ. აბა გისმენთ, ნაკურო გაიბრძოლებს ახლა. ფურიაჩიერ. ფურიასადა. ფურია. ჯუ. ისინი არიან ჯამი? ხო. ფურიები რა. ფურიები. ხო. არა. საინტერესო ვერსია. აღიარებ. მაგრამ არ არის სწორი.
ვაგრძელებ შეკითხვას ბრაზილიასთვის. ყურადღებით. მითოლოგიის თანახმად, მათი ერთადერთი სისუსტე შეურაცხყოფა იყო. თუ მოგზაური ამოიცნობდა და მის ლანძღვას, ყვირილსა და შეურაცხყოფას დაიწყებდა, დემონი საშინელი ხმით აკივლდებოდა, შეშინებული გარბოდა და ზოგჯერ უკვალოდ ქრებოდა კიდეც. მათ თანამედროვე აღმოსავლეთ ევროპელი ავტორის წიგნის სათაურში ვხვდებით, რომელიც 1913 წლის სექტემბერში პატარა სოფლის სანატორიუმში ეგა ემპუსა და ემპუსების ნადიმე ტოკარჩუკის. კაი ბიჭი. კი, აი. თავითად ვარ დამატებული. რა არის? ემპუსების ნადიმია ოლგა ტოკარჩუკის. ახლახანს გამოვიდა 22 წელს. ეგეთი არსებები არიან. არსებები არიან ჰეკაბეს აგზავნები ხან მოგზაურს აშენებენ. გაუთია ეს. მე მგონი უფრო ძლიერი ტაშია. ამ სცენარის შეფასებისას მე ვთქვი რომ ეს ნებისმიერ შემთხვევაში აუღებელი კითხვაა მეთქი მაგრამ. გადასხმთა სადარებენ იმას. არასოდეს თქვათ არასოდეს ციგნების თაროში, იმიტომ რომ აი ემპუსების ნადიმი, რომელიც ტოკარჩუკის მე მგონი ბოლო ნაწარმოები არის და მოასწარით უკვე გაცნობოდით ესე იგი და მე არ ვიცოდი პირადად ეს მითური არსება ან სმენოდა მის შესახებ და საკმაოდ დიდი ისტორია ჰქონია მითოსში. კეთილი 6-1 გახდა ანგარიში. ნახოთ ვიდეო რგოლი და გავაგრძელოთ მე. ჯოზეფ კემპელი 1000-სოხოვან გმირს 1959 წელს გამოსცემს. მანამდე შეისწავლის ამერიკელების, ძველი ბერძნების, ინდუსების, სკანდინავიელებისა თუ მაიას ტომების კულტურას. კვლევისას აღმოაჩენს, რომ ყველა კულტურა არსებითად ერთსა და იმავე ამბავს ხვება. კემპელი აყალიბებს გმირის მოგზაურობის უნივერსალურ სტრუქტურას, რომელიც სამი მთავარი ეტაპისაგან შედგება: გამგზავრება, განსაცდელი და დაბრუნება. წიგნმა დიდი გავლენა იქონია შემდგომ პოპკულტურაზე. 1990-იან წლებში ჰოლივუდის სცენარისტი კრისტოფერ ვოგლერი კემპელის წიგნს 12 საფეხურიან პრაქტიკულ მემორანდუმად აკეთებს, რომელიც დისნეის სტუდიის მთავარ სამუშაო სახელმძღვანელოდ იქცევა. მის სტრუქტურას თითქმის იდეალურად მიჰყვება ნეოს გზა მატრიცაში, ლუკ სკაიუოკერის გზა ვარსკვლავურ ომებში, ჰარი პოტერის ისტორია. მიუხედავად უდიდესი აღიარებისა, თანამედროვე ფოლკლორისტები და ანთროპოლოგები კემპელს ხშირად აკრიტიკებენ. მათი მთავარი არგუმენტია, რომ ის იღებს სრულიად განსხვავებული კულტურული კონტექსტის მქონე მითებს და ხელოვნურად აქცევს მათ ერთ ჩარჩოში, რითაც კარგავს ცალკეული კულტურების უნიკალურობას და ქმნის ზედმეტად ევროცენტრულ მამაკაც გმირზე მორგებულ მოდელს. ჟურნალმა Time-მა 1000-სოხოვანი გმირი 1923 წლიდან დღემდე ინგლისურ ენაზე დაწერილი 100 საუკეთესო არამხატვრული წიგნის სიაში შეიყვანა. გრძელდება წიგნების თარო, ძალიან საინტერესო ნახევარფინალი გვაქვს და მოდით გავაგრძელოთ. მეხუთე რაუნდი, ვიდეო შეკითხვა. დაასახელეთ ნაწარმოები, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში დაიწერა. ავტორის შთაგონების მთავარ წყაროდ მთავარი მოქმედი პირისა და მისი ძმის თეოს მიმოწერა იქცა. ეს აჭერს ვან გოგს და თეო ვან გოგის მამა. ეგა ბიჭო, კაი. ეხლა შვიდათ ამიხსენით. ვან გოგს და თეო ვან გოგის მამა, ხო. იტალიაში მოგზაურა იმან სტოუნმა და ხელნაწერებში აგროვოს მოსწონს. მაგაც იყო ამში. მე მგონია მარტო ქალბატონ ოლგასთან ალში იყო პროფესორი. ბატონი ირვინგთანაც თუ მეგობრობდით, არ ვიცოდი. ეს ორი პასუხია. ეს არის ყურვილის სიცოცხლის ნამდვილად ირვინგ სტოუნის წიგნი ვან გოგის გამოჩენილი ჰოლანდიელი მხატვრის შესახებ. მოგეხსენებათ, ვან გოგი ძალიან ხშირად წერდა თავის ძმას თეო ვან გოგს. მას უზიარებდა და თავის ამბებს და უმეტესობა ამბებისა ვან გოგის შესახებ სწორედ ამ წერილებიდან ვიცით და ეს კარგად გამოიყენა ირვინგ სტოუნმა. გავაგრძელოთ. მე-6 რაუნდი, ასოციაცია. სატირა, წინასწარმეტყველება, აღსაზრდელი, მეპურეები, ორთაბრძოლა, გვალვა, შობიარობა, განათლება, ხახაში ცხოვრება, ტაძრის ზარები, ჭამადი, ჟანი, რაგუს ციხესიმაგრე, უტოპიელები, მამაშვილი.
გადაგრუელი ხო? ახლა გამახსენდა. რა გაგახსენეთ? იზრდება ხასაწყისში იბადება გარგანტუა ეგა. თუ სწორად მახსოვს და მამამისი ნადიმს მართავს და ეგრე არა მიდის. ზრდის აგზავნის პარიზში და ეგრე რა. სამი გოლა ბრაზილიას. ამოქოქეს თავისი მანქანა და აღარ გააჩერეს მოკლედ პირდაპირ ჰაივეიზე მიქრიან სრული სვლით. ეს არ უნდა იყოს ყურების ჩამოყრის მიზეზი სენ-პაბლოსთვის. წინ გვაქვს მეგობრებო, 3 ძირითადი რაუნდი, ყურადღება მოიკრიბეთ, გავაგრძელოთ. მე-7 რაუნდი, ავტორი. გამოიცანით ავტორი, რომელიც ქალაქ ტუსში დაიბადა. ის მიწათმფლობელთა არისტოკრატიულ ფენას ეკუთვნოდა, რომლებიც უძველესი მითებისა და ისტორიის მთავარი მცველები იყვნენ. სწორედ ამან განაპირობა ავტორის ინტერესი წარსულის მიმართ. მან მიზნად დაისახა ხალხისთვის მეხსიერება და მშობლიური ენა შეენარჩუნებინა. წერისას ცდილობდა გამოეყენებინა სუფთა ლექსიკა და მინიმუმამდე დაეყვანა არაბულიდან ნასესხების სიტყვები, რითაც თანამედროვე ენას ჩაუყარა საფუძველი. მან ნაწარმოები სულთან მაჰმუდ ღაზნევის მიუძღვნა. თუმცა შეპირებული ოქროს მონეტების ნაცვლად სულთანმა მას ვერცხლი გაუგზავნა. შეურაცხყოფილმა ავტორმა სატირა დაწერა. შურისძიების შიში ტუსიდან გაიქცა და მხოლოდ სიბერეში დაბრუნდა. ბოლოს გეტყვით, რომ მისი მაგნუმ ოპუსი ახლო აღმოსავლეთის ერთი სახელმწიფოს ისტორიას მოიცავს სამყაროს შექმნიდან არაბთა შემოსევამდე. სან-პაბლო აჭერს ამჯერად და შეეცდებიან დაასახელონ ამ ნაწარმოების ავტორი. ხო, ბიჭო. მენთ მეგობრებო, ავტორი არის სამი? მაჰფუსი ხო არა? ორი? მაჰფუსი ხო არა? მაჰფუზი. ხო, ეგვიპტელი არის, არაბია და ეს არ არის სწორი. არა. ეს არ არის სწორი პასუხი. ბრაზილიას თუ აქვს ვერსია, არ აქვს და 30 წამი აქვს, მაშინ ფიქრობ. სირია გვინდა? ახლო აღმოსავლეთი. ბაბილონი, ეგვიპტე, ძველი მინიშნა მექნებოდა ოქრო არის მასალა ერთხელ. ოქროს მიჩნდა და იქნებოდა. იმიტომ სათაურში, ხება ეგ ქვეყანა, სათაურში. ირანი შეიძლება იყოს სპარსეთის ისტორია, ირანის ისტორია, სირიის ისტორია, არაბულად აი სხვა შეიძლება იყოს ეგეთი ძველი და რომელიც კაკას მოჭრა. ახლა ჯანი. ჰაფეზია. 3, 2, 1. ამოიწურა 30 წამი და ელოდება ბრაზილია დამატებით მინიშნებას. ყურადღებით. გამოსაცნობი ავტორი 940 წელს ხორასანის რეგიონში დაიბადა. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფარსის ენის განმტკიცებაში, რომელზეც დღეს ირანში საუბრობენ. მან დაახლოებით 30 წელი მიუძღვნა ეპოსის წერას, რომელშიც სპარსელთა ისტორიაა მოთხრობილი. ეგა გავხსნა. საადი. შირაზე. სამიანზე ვიფიქრე. შეიძლება არც არ არის ეს. არა. რუმი ხო არა? ვინ? რუმი. არა. ანჯევი? არა, ანჯევი. არა. გვერევა პოეტია, მეგობრებო, ბევრი აზრით საუკეთესო სპარსი პოეტი. ალმუქი? ალჯამი? არა. ჰაფეზი დარჩა. ფირდოუსი. შაჰნამები ჯო. შაჰნამე, მეგობრებო, შაჰნამე მთავარი ეპოსია სპარსელებისთვის, რომელიც მთლიანად ყვება ამ რეგიონის ისტორიას. ფირდოუსი. აი გამოგრჩა. აი, არც კი მეგონა რომ რომელიმე შეკითხვა ჩავარდებოდა, მაგრამ ფირდოუსი ჩავარდა. გავაგრძელოთ. მერვე რაუნდი ეკრანიზაცია. აჭერს სან-პაბლო. შერლოკ ჰოლმსია, ოღონდ ჩრდილების თამაში. პირველი კადრით. ხო. ჩრდილები. შერლოკ ჰოლმსია, უბრალოდ ჩრდილების თამაში მგონი ან ანუ ალისფერი კვალი არ არის გადაღებული ფლორსტი. ბა, ჩამოაყალიბეთ პასუხი. ჩრდილების თამაში ხო არის წიგნი ბიჭო? იგნებო წესით რა. ჩრდილების თამაში არის ან ალისფერი კვალი, მაგრამ რომელი რომელს პასუხობთ? ჩრდილების თამაში ფილმს ქვია თვითონ. რამე.
3. ალისფერი კვალია რა მაშინ. Sherlock Holmes-ი ალისფერი კვალი. ეს არ არის. გაცადებო. ეს არ არის სწორი პასუხი. გააგრძელოს ბრაზილია მყურება. აუშვიცის სტატუისტი მარტო ეს იქნება ლალე შოკოლადი. სწორი პასუხია, ეს სწორი პასუხია. ეს არის ჰიზერ მორისის ნობელი ბესტსელერის ეკრანიზაცია აუშვიცის სტატუისტი. Arbeit macht frei ეწერა იქ და იცანით რომ ეს იყო აუშვიცის ბანაკი. მანამდე ზებრა დავითის ვარსკვლავი და ბოლოს გაგვიფილტრა ყველა ნომერს აწერდა კიდევაც სტატუისტი გამოჩნდა ხო. ეს სამი ქულაა ბრაზილიას აქტივში და ჩვენ გვჭება ერთი რაუნდი ლიტერატურულ რაუნდებში. ნაწარმოების რაუნდს წარმოგიდგენთ გამომცემლობა ინტელექტი. მეცხრე რაუნდი ნაწარმოები. გამოიცანით ნაწარმოები, რომელიც გასული საუკუნის შუა წლებში გამოქვეყნდა. საინტერესოა, რომ იგი წარმოადგენს ალეგორიას მაკარტიზმის ეპოქაზე. როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა დევნიდა კომუნისტობაში ბრალდებულ ადამიანებს. გამოსაცნობი ნაშრომის სათაური თავდაპირველად ეს ნაცნობის არტურ მილერის საწრთობია ეს უჩვენა. კაი ბიჭო. საწრთობი. კი, სალემის ჯადოქრობაზე იყო ინსპირირებული და კონცეპტებს დემდნენ. თვითონ მილერი წავდა დაბარებული სასამართლოში და არ მივიდა. მილერის ადვოკატი იყო ეს. არ გამოცხადდა. პოკერს თამაშობდნენ ერთად. ტოკარჩუკი ეს და გამოიცრო კიდე? სამაგიეროდ ვინ მივიდა, იცი და მილერის უახლოესი მეგობარი ვინ? დასმინა. ეგრე შემორჩა მე ისტორიაზე ელიას კანეტი იყო ის ადამიანი ვინც გამოიჩინა თავი დასმენით. ეს სწორი პასუხია მეგობრებო, ეს არის საწრთობი. ართურ მილერის ძალიან ბევრჯერ დადგმული და ადაპტირებული პიესა, რომელიც სალემის პროცესს ეხება და სალემის ჯადოქრების დევნას ეხება, მაგრამ ალეგორიულად რა თქმა უნდა მიანიშნებდა 50-იანი წლების მაკარტიზმის ეპოქაზე. ამგვარად გავიარეთ 9 რაუნდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა უნდა ვნახოთ შემეცნებითი ვიდეო რგოლი. მერე კი გავაგზავნოთ თამაში. ფრანსუა რაბლე გარგანტუა და პანტაგრუელის პირველ ნაწილებს ალკოფრიბას ნასტიას ფსევდონიმით გამოსცემს, რაც ორიგინალში მისი სახელისა და გვარის ანაგრამაა. ავტორისთვის შთაგონებად იმ პერიოდის საფრანგეთის ბაზრობებზე ფართოდ გაყიდვადი იაფასიანი, ანონიმური ავტორების მიერ დაწერილი სახალისო წიგნაკები იქცა, რომლებიც გიგანტების შესახებ მოგვითხრობდა. ავტორი იღებს ამ პრიმიტიულ დაბალს შემოსავლიან მასებისათვის განკუთვნილ ფორმატს და მასში უმაღლეს რენესანსულ იდეებს, პოლიტიკურ სატირასა და ენციკლოპედიურ ცოდნას ახსოვს. წიგნში ავტორი ხშირად დეტალურად და კომიკურ ჭრილში აღწერს ადამიანის ანატომიას, დაავადებებსა და ფიზიოლოგიურ პროცესებს, რაშიც რაბლეს თავისი პროფესია, ექიმობა ეხმარება. გამოსვლისას წიგნს გმობს სორბონის თეოლოგიური ფაკულტეტი და კათოლიკური ეკლესია. მიუხედავად ამისა, წიგნი მალევე იქცევა ფრანგული რენესანსის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტექსტად. რაბლე ფრანგულ ენას ასობით ახალ ნეოლოგიზმს სცემს. რაბლევე ამკვიდრებს ცხოვრებისეულ ფილოსოფია პანტაგრუელიზმს, რომელსაც აღწერს როგორც სულის სიმშვიდესა და მხიარულებას, რომელსაც ცხოვრებისეული სირთულეები ვერ ტეხს. გარგანტუა და პანტაგრუელი უდიდეს გავლენას ახდენს მომავალ ავტორებზე, მათ შორის მიგელ დე სერვანტესზე, ჯონათან სვიფტზე, ლორენს სტერნსზე და ჯეიმს ჯოისზე.
ვაგრძელებთ წიგნების თაროს. პირველი ქართული რაუნდი ისტორია. გამოიცანით ადამიანი, რომელიც მე-19 საუკუნის 60-იან წლებში დაიბადა. სწავლობდა ჯერ ქუთაისის, შემდეგ კი თბილისის სასულიერო სემინარიაში. მოგვიანებით მან უმაღლესი სულიერი განათლება კიევის სასულიერო აკადემიაში მიიღო, სადაც გამოირჩეოდა თავისი ნიჭითა და აკადემიური მოსწრებით. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შეუდგა სასულიერო ცხოვრებას. კურთხევიდან მალევე ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში განამწესეს. სწორედ მას უკავშირდება ეკლესიის ახალი დღევანდელი შენობის აგება. 1932 წელს კათოლიკოს პატრიარქ ქრისტეფორე მესამის გარდაცვალების შემდეგ გამოსაცნობი ადამიანი სრულიად საქართველოს ილია მე. ილია მეორე არა, მე-19 ილიამდე ვინც იყო? გავაგრძელებ შეკითხვას ბრაზილიასთვის. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად აირჩიეს. გარდა სასულიერო მოღვაწეობისა იყო უაღრესად განათლებული მკვლევარი. ბოლოს გეტყვით, რომ გამოსაცნობი პატრიარქის უდიდესი ძალის ხმევით 1953 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია რუსულმა ეკლესიამაც აღიარა. არა, მაიცა. აბა გისმენთ? არას მე მგონი იქამდე. სამი? კაი, მელქისედეკ კათოლიკოს. მელქისედეკ მესამე. მელქისედეკ მესამე. კი. ეს არა სწორი პასუხი, არა. აგვერიასია. მეორე მსოფლიო ომის დროს ვინ იყო საქართველოში პატრიარქი? ახლა ეგ თუ არ ჩემგალად? ამროსი ხელაი. კირიონი. არა. კირიონი? კირიონის მანამდე იყო ამბროს. კალისტრატე. ეს არის კალისტრატე წინცა. ხო, ვანში დაიბადაო ხო? პატრიარქი კალისტრატე. კაი, არა უშავს. გავაგრძელოთ. მეორე ქართული რაუნდი. გეოგრაფია. გამოიცანით ტოპონიმი, რომელიც დასავლეთ საქართველოში ზღვის დონიდან 170 მეტრ სიმაღლეზე. მდინარე ჩხარის ორივე ნაპირზე მდებარეობს. თბილისიდან 198, ხოლო უახლოესი სარკინიგზო კვანძიდან, ზესტაფონიდან 14 კილომეტრითაა დაშორებული. წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ცენტრს. მის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ ქვის ხანაში ცხოვრობდა. ამაზე მეტყველებს აქ აღმოჩენილი ისტორიული კარსტული მღვიმეები. ანტიკურ და შუა საუკუნეების პერიოდში აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო საქარავნო მარშრუტები. თანამედროვე დასახლებები ამ ტერიტორიაზე პირველად მე-17 საუკუნეში იხსენიება. 1983 წელს ქალაქის სტატუსი მიენიჭა. ბოლოს გეტყვით, რომ აქ აბრეშუმის რეწვა იყო გავრცელებული, ქალაქის სახელი კი ღია შეფერილობის თუთიდან მომდინარეობს. რაჟილია ასწრებს? ჭიათურო. ღიაცის ფერი რა. გისმენთ? ღია ფერი და თეთრი. სამი? არა, ჭიათურა რა. ჭიათურა არ არის სწორი პასუხი. ჭიათურა არ არის სწორი პასუხი. უნებრივია სენ-პაბლოს აქვს უფლება დააფიქსიროს თავისი ვერსია. ან ეტიმოლოგიას წავყავ მე. თერჯოლა იყოს. თერჯოლა. როგორც ამბობენ, სახელი მომდინარეობს თეთრი ბჟოლადან. თეთრ ბჟოლა ერქვაო და მე გაკეთდა თერჯოლა. ეს სწორი პასუხია. ეს არის თერჯოლა ნამდვილად და ორი ქულა სან-პაბლოს შედეგად. მე კი კიდევ ერთი რაუნდი უნდა ვითამაშოთ თქვენთან ერთად ქართულ ეტაპზე. მესამე ქართული რაუნდი კულტურა. გამოიცანით ნაწარმოები, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში შეიქმნა. ფილმის სიუჟეტი ავტორის მოგონებებსა და ხონში გატარებულ ბავშვობას ეფუძნება. ნაწარმოებში ერთდროულად გვხვდება როგორც საქართველოს ერთი მხარისთვის დამახასიათებელი იმერული ესკიზები. არა. ეს არის იმერული ესკიზები ნამდვილად. წამის მეათასედებში დაასწრო ბრაზილიამ სენ-პაბლოს და ართვა ორი ქულა წვეთ. ამგვარად მეგობრებო, ამოვწურეთ ქართული ეტაპი, ზოგად რაუნდებზე გადავდივართ და გთხოვთ ხელოვნების რაუნდზე მოთამაშეები დარჩით.
გიორგი, ნიკა, პირველი ზოგადი რაუნდი. ხელოვნება. ახლა თქვენ მოგიწევთ გამოიცნოთ მუსიკოსი, რომელიც მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩნდა და მალევე იქცა მსოფლიო პოპ და R&B სცენის ერთ-ერთ გავლენიან ფიგურად. მისი კარიერა 1980-იან წლებში ჯექსონი ხო არ არის შემთხვევით? ჯექსონი. ჯექსონი. გადაწყვიტე გაგერის კაბარემ, ხო? არ არის ეს სწორი პასუხი, არა. ეს არ არის მაიკლ ჯექსონი. ვაგრძელებ შეკითხვას გიორგისთვის. მისი კარიერა 1980-იან წლებში დაიწყო და სადებიუტო ალბომი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად მიიჩნევა, რომელიც არაერთი ჰიტით ჩარტებში რეკორდული დროით დარჩა. გამოსაცნობი არტისტი გამოირჩეოდა უნიკალური ვოკალური დიაპაზონითა და შესრულების სტილით. ბევრი კრიტიკოსის აზრით, ის საუკეთესო ხმის პატრონი იყო. ბოლოს გეტყვით, რომ იგი 2012 წელს სასტუმროს ნომერში მუსიკალური დაჯილდოების წინა საღამოს ტრაგიკულად გარდაიცვალა. სამი. გისმენ? იან გილანი არ ვიცი. R&B პოპი. ხო, არა, ვიცი. ვერ გავიხსენ. სწორი პასუხი. 2012 თქვით? 2012. ხო, არა, მაშინ სხვა. გილანი მე მგონი ცოცხალი, არა? ხო, არ უბრალოდ გავუშვი, არაც არ ვიცი. არ გამახსენე სხვა. აი, გავაწითლოთ. გავაწითლოთ. აქ ახლაღა მომივიდა თავში, რომ კარგი მინიშნება იქნებოდა, მე თქვა, რომ ბოლოს რამდენიმე წამი უნდა დაიცადო, ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენი და მერე დაარტყა ღილაკს. ოღონდ თუ მოარტყავ ზუსტად რიტმში. ეს ცნობილი ჩელენჯია, რომელსაც მის სიმღერაზე აკეთებენ ხოლმე, მისი სიმღერის დაწყებას მოარტყავენ თუ არა. ეს არის უიტნი ჰიუსტონი, მეგობრებო. უიტნი ჰიუსტონი უნდა დაგესახელებინათ, მაგრამ არა უშავს. მეცნიერების რაუნდზე მოთამაშეებს უხმეთ. თეგა, ზუკა, მეცნიერების რაუნდს წარმოგიდგენთ PSP. მეორე ზოგადი რაუნდი, მეცნიერება. თქვენ უნდა გამოიცნოთ კონკრეტული ადგილი, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარეობს და მე-20 საუკუნის შუა წლებში დაარსდა. თავდაპირველად ის პილოტირებული მისიების მართვისა და ადამიანების მომზადების ძირითადი ბაზა იყო. ის აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და სხვადასხვა პროგრამებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. აღსანიშნავია, რომ მის სრულ დასახელებაში ცნობილი ამერიკელი პრეზიდენტის სახელს. მოდი იყოს ჰიუსტონის გასაშვები ცენტრი რაკეტების, NASA-სთვის. Houston we have problems რაზეც არის ეგ. ხო, ანუ რა არის ეგ? კიდევ ერთხელ რომ კანავერალის კონცხზე ჰიუსტონის გასაშვები ცენტრი რაკეტების. ცენტრი რა? აეროდრომი. მოიცა. ჩამოაყალიბე პასუხი ერთხელაც. ჰიუსტონის რაკეტების გასაშვები ცენტრი, რა ქვია? კანავერალის კონცხზე. ეგა. სრულად ეგა. კაი, შენი საბოლოო პასუხია. სულ ბოლოს მეუნები და მორჩა. ჰიუსტონი ბროს. არა, რას ქვია ჰიუსტონი? ჰიუსტონის რაკეტის გასაშვები ცენტრი. ეგრე ქვია და ხო, ჰიუსტონის რაკეტების გასაშვები ცენტრი. დიახ, ხო. რამეს ხوار დაამატებ? ვის ეკუთვნის, რას ეკუთვნის? NASA-ს. აშშ-ს. კაცობრიობას. ეს არ არის სწორი პასუხი. ეს არ არის სწორი პასუხი. ეგა. ვაგრძელებ შეკითხვას ზუკასთვის. თავდაპირველად ის პილოტირებული მისიების მართვისა და ადამიანების მომზადების ძირითადი ბაზა იყო. ის აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და სხვადასხვა პროგრამებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. აღსანიშნავია, რომ მის სრულ დასახელებაში ცნობილი ამერიკელი პრეზიდენტის სახელს შევხვდებით. საინტერესოა ისიც, რომ სწორედ აქედან კონტროლდებოდა არაერთი ისტორიული მისია, მათ შორის ადამიანის მთვარეზე გაფრენასთან დაკავშირებული ოპერაციები. თუ მაინც ვერ ხვდებით რა არის გამოსაცნობი, მაშინ გეტყვით, რომ თქვენ პრობლემა გაქვთ. ხო, ზუკასთვის გასაგებია, რაც არის პასუხი, მაგრამ არ ეტევს აპლოდისმენტები ამისთვის. ამ შემთხვევაში ეს fair play-ა, იმიტომ რომ
თეგამ ბევრი ინფორმაცია მოგვაწოდა და ბევრჯერ, მოკლედ, ეხლა ახსნი რაშია საქმე. კანავერალის კონცხი სხვაგან არის სრულიად. ეს ზედმეტი ინფორმაცია. ხო. ჰიუსტონის ცენტრიდან რაკეტებს საერთოდ არ უშვებენ. ანუ რაკეტებს უშვებენ კანავერალის კონცხიდან, ის არის ჯონსონის სახელობის, ის არ არის ჯონსონის, მე მგონი კენედის სახელობის არის. ჰიუსტონიდან მერე მართავენ. ანუ წინააღმდეგობრივი ინფორმაციები იყო პასუხში, ამიტომ ვერ მივიღე. მაგრამ ძალიან გასაგები გახდა საბოლოო ჯამში ზუკასთვის რა იყო პასუხი, მაგრამ მან ტრადიციული fair play შეასრულა და არ დააჭერა. კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები. კანავერალის კონცხი ფლორიდაშია რატო ამერია. გადავიდეთ სპორტის რაუნდზე, მეგობრებო. ლუკა, მამუკა, მესამე ზოგადი რაუნდი, სპორტი. კოლექტივი Houston Rockets. Houston-ის სამეული უნდა შეიკრას. ეს იყო ერთგვარი ხაფანგი, ეს არ არის სწორი პასუხი, მეგობრებო. დააჭირე ერთხელაც. ეს სწორი პასუხია ნამდვილად. ეს არის Houston Rockets-ი. ბმას მიხვდა ორივე, ლუკაც და მამუკაც და პირველივე სიტყვას ელოდებოდნენ, როდის ვიტყოდი, რამე ისეც რაც მიანიშნებდა, რომ Houston Rockets-ზე იყო საუბარი. Whitney Houston-ი, Houston-ის NASA-ს კოსმოსური ცენტრი და Houston Rockets-ი გადაება ჩვენს ზოგად რაუნდებში ერთმანეთს. საბოლოოდ კი სპორტის რაუნდში 2 ქულა წაიღო ბრაზილიამ. ამგვარად გავიარეთ ზოგადი რაუნდები, წინ გვაქვს შემეცნებითი ვიდეორგოლი, მანამდე მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ წიგნების თაროს 22 სეზონში ჩვენი პარტნიორები არიან გამომცემლობა ინტელექტი და PSP, წინ ბლიცი გვაქვს და მოდით გადავიდეთ ბლიცზე. Whitney Houston-ი პოპისა და R&B-ის ერთ-ერთი არტისტი 1963 წელს ნიუ-იორკში იბადება. დედამისი სისი ცნობილი გოსპელ მომღერალი, ბიძაშვილი ლეგენდარული დიონ უორვიკი, ხოლო ნათლია სოულის დედოფალი არეტა ფრანკლინია. სწორედ ეკლესიაში სიმღერით იწყება Houston-ის კარიერა, რაც მის ვოკალურ ტექნიკაზე დიდ გავლენას ახდენს. მას შემდეგ, რაც მას კლაივ დევისი აღმოაჩენს, გამოდის Houston-ის პირველი ეპონიმური ალბომი. Whitney არის ერთადერთი არტისტი მუსიკის ისტორიაში, რომელსაც Billboard Hot 100-ის ჩარტში ზედიზედ 7-ჯერ ჰქონდა ნომერ 1 ჰიტი. გარდა მუსიკალური კარიერისა, ბედს კინოშიც ცდის. 1992 წელს მთავარ როლს ასრულებს თრილერში პირადი მცველი, სადაც მისი პარტნიორი კევინ კოსნერია. ფილმის საუნდტრეკი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი საუნდტრეკია, ხოლო მთავარი სიმღერა დოლი პარტონის I Will Always Love You-ს ქავერი უიტნის სავიზიტო ბარათა და მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაწარმოებად რჩება. პირად ცხოვრებაში სირთულეების გამო დროებით უარს ამბობს მუსიკაზე, თუმცა 2009 წელს უშვებს ახალ ალბომს, რომელიც უიტნის მწვერვალზე აბრუნებს. 2012 წლის 11 თებერვალს გრემის დაჯილდოებამდე ერთი დღით ადრე 48 წლის უიტნი ჰიუსტონს სასტუმროს ნომერში გარდაცვლილს პოულობენ. ციგნების თაროს გენერალური პარტნიორია PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. ვაგრძელებთ ციგნების თაროს 22 სეზონის ნახევარფინალს, ბრაზილია სენ პაბლოს წინააღმდეგ, გიორგი და მამუკა ითამაშებენ ბლიცს, წინ არის ბრაზილია, ამიტომ პირველი გიორგისთან უნდა ვითამაშო. მზად ხარ? მზად ვარ. დავიწყოთ ბლიცი გიორგის. დავიწყოთ. სადაური ავტორია ბანუ მუშტაკი. ეგვიპტე. ინდოელი პოლ ლინჩის მისნის ღამე. სიმღერა რაინას დაიწერა დეიდა ხულია. ესპანურ. სწორედ რომელი წელს პერსონაჟია იოჰან ნაგელი. ჰამსუნი. სწორედ ვის ანგარიშ ხვდებით ბორხესთან. ბროდი. სწორედ დიდოსტაც მარჯვანაში რა ქვია ყოველი ციხის ერისთავს. კოკუსა, შემდეგი. გირჩელი ვის ოთახს ხვდებით ჯეიმს ბოლდუინთან. ჯოვანი. სწორედ მინდა წერა მკრთალი ლურჯი წერტილი. საიგანი. სწორედ რაინას წერს გიორგი გოსპოდინოვი. ბულგარული. სწორედ მინდა წერა დანიშნულნი. მანძოდი. სწორედ კომიქსებში რა სახელით ვიცნობ დანიელ რენდს. შემდეგი. რკინის მუშტი, რომელ საუკუნეში დაიწერა დროის მანქანა. მე-13. სწორედ რა ერქვა ოთარ ანთქვრივის ქმარს. სოსია. თევდორე და სადორ მითოლოგიაში ხვდებით ისიდას. ეგვიპტურ. სწორედ რაშია ქალი კობუაბეს რომანის ავტორი, სწორედ ვის ლექსია ვითარცა მტკვარი. ნიშნენზე. მაჭავარიანის რომელი წიგნის გმირია იოზეფ შვარცი. შემდეგი. ლისაბონის ღამე, რემონ კენოს სტილისტური. ლექსიკონი. სავარჯიშოები, რა ქვია თომას ჰარისის კანიბალ პერსონაჟს. ლექტერი, ჰანიბალი. სწორედ ვის გამოგონილი არსებებია მუმინები. ტუენსონი. სწორედ ვის წიგნია ქალის არკეში. კიის აბაშელი. სწორედ ვინ არის ბოლო ქალი ნობელიანტი? ჰანკანგი. სწორია, ვეფხსაოსანში ვინ არის უცხო მოყმე? ტარიელი. სწორია, დრო ამოიწურა. გიორგიმ დააგროვა 15 სწორი პასუხი, აპლოდისმენტები გიორგის.
ნახევარფინალების ბლიცი ტრადიციულად ყველაზე რთულია ხოლმე და ყოჩახ. მე კი ვინაცვლებ მამუკასთან, რომელიც ასევე ითამაშებს ახლა ბლიცს. მამუკა. დავიწყოთ? დავიწყოთ ბლიცი მამუკასთან. დავიწყოთ. სადავრი ავტორია ოსამა ალისა. პალესტინა. სწორია ჯენი ერპენბეკის დღეების შემდი. დასასრულს. რაინას დაიწერა პეპიტა ხიმენესი. ესპანური. სწორია ვინ არის ბოლო კაცი ნობელიანტი? ისა გურნა. კრასნაჰორკაი რამდენ საღმოს ხვდებით ბორხესთან? 7. სწორია დიუთაც მარჯვენაში რა ქვია კვეტარის ერის თავს? ალაგო. სწორია როგორ სამზარეულოს ხვდებით ენტონი ბურდეინთან? შემდი. შიდა ვინ დაწერა ჰომოდეუსი? შემდი. ხარარი რაინაზე წერს ოქსანა ზაბუშკო? ისა სერბულ. უკრაინულ ვინ დაწერა ვაინსბორგი ოჰაიო? ისა შემდი. ანდერსონმა კომისებში რაც ხელს ვიცოდ ვიქტორ სტოუნს? კიბორგი. სწორია რომელ საუკუნეში დაიწერა დედამიწი და მთვარემდე? მე-19. სწორია ლორდ ფაინზეცა რა ქვია ჰექსლერის მსახურს? გამინა. სწორია სადურ მითოლოგიაში ხვდებით ფრეიას? სკანდა. სწორია როგორი მხარეა იესუნარი ყვავაბატას პავლე. რომანს? სწორია ვის ლექსია გაზაფხული შემოსულალენ? ლებანი. სწორია რომელი წიგნის გმირია პაულ ბოიმერი? შემდი. დასავლეთის ფრონტი უსვლელია მილან კუნდერას სალაღობო? ტრფობა. სწორია რა ქვია რობერტ ბლოხის ფსიქოპატ პერსონაჟს? ბეიც, ნორმ ბეიც. სწორია რომ მწერალთან ხვდებით სოფელ ლეონენბერგს? ლინგრენ. სწორია ვის წიგნია ბრეიგელის მთვარე? ჭილად. სწორია რომელი მწერლის პერსონაჟია ნილ ჰოლგერსონი? შემდი. ლაგერლოფის ვებხისტაოსში ვინ არის არაბეთის მეფე? როსტევან. სწორია, დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და მამუკამაც 15 სწორი პასუხი დააგროვა. აპლოდისმენტები მამუკას და დაუბრუნდით მოთამაშეების სათამაშო ადგილებს, რომ გამოაცხადოთ საბოლოო ანგარიში. საბოლოო ანგარიში 27-18 იმარჯვებს და ფინალში გადადის ბრაზილია. აპლოდისმენტები მეგობრებო. ერთია თქვენი ბრწყინვალე თამაშები ჯგუფურ ეტაპზე, მეორეა მეოთხედფინალში, მაგრამ მესამეა ასე დაუმარცხებელ გუნდთან ჩატარებული ასეთი კარგი თამაში. ბრავო და წარმატებებს გისურვებთ ფინალში. აბა თქვენი აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ ბრაზილიას. და მოდით არ დავიშუროთ აპლოდისმენტები ასევე სამ პაბლოსთვის, რომელიც სამწუხაროდ სეზონში პირველად დამარცხდა. აქ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გუნდიდან ორი წევრისთვის დებიუტი იყო ეს სეზონი და წინვალე სეზონი გამოვიდა მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივია ეს ის შედეგი არ არის, რომელსაც საბოლოოდ ელოდით და რის ამბიციაც გექნებოდათ, მაგრამ რას ვიზავთ? მოდით ხურვალი აპლოდისმენტებით გავაცილოთ სეზონიდან სემ პაბლო. მაყურებელს დავემშვიდობები. ერთმანეთს შევხვდებით კვლავაც ციგნების თაროში, თქვენ უყურეთ ჩვენს შოუს და უგულშემატკივრეთ გუნდებს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტში. ნახვამდის. შენ ვერ მასწავლი ჭკუას ან ბან განდონ ჩვენ არა გვაქვს დილის დრო and wings and can გელოდები ჩვენთან ან ბან განდონ ჩვენ არა გვაქვს დილის დრო and wings and can გელოდები ჩვენთან ან ბან განდონ ჩვენ არა გვაქვს დილის დრო and wings and can გელოდები ჩვენთან ან ბან განდონ ჩვენ არა გვაქვს დილის დრო and wings and can გელოდები ჩვენთან მასწავლი ჭკუას